Говорив з керівником НАБУ Семеном Кривоносом. ვესაუბრა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს სემენ კრივონოსს, სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურორს, ალექსანდრე კლიმენკოს, გენერალურ პროკურორს, რუსლან კრავჩენკოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვასილ მალიუკს. განვიხილეთ ყველა გამოწვევა. ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა იმუშავებს მხოლოდ რუსული გავლენის გარეშე. ის ამისგან უნდა გაიწმინდოს. აქ უნდა იყოს მეტი სამართლიანობა და, რა თქმა უნდა, ეს ორგანოები იმუშავებენ. გენერალური პროკურორი მოწადინებულია, რომ უზრუნველყოს მათი დასჯა, ვინც უკრაინაში კანონის წინააღმდეგ მოქმედებს. ეს ისაა, რაც უკრაინას სჭირდება. გამოუძიებელი საქმეები უნდა გამოიძიონ. სხვადასხვა მიზეზით წლების მანძილზე უკრაინიდან წასული ოფიციალური პირები საზღვარგარეთ ლამაზ ქვეყნებში ცხოვრობენ სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე და ეს არაა ნორმალური. არ არსებობს იმის რაციონალური ახსნა, თუ რატომ დებს მილიარდობით დოლართან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები წლების განმავლობაში ხელშეუხებლად. არ არსებობს არც იმის ახსნა, თუ რატომ შეუძლიათ რუსებს კვლავ მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. ნიშნულოვანია, რომ ეს რუსების გარეშე ხდებოდეს. ნიშნულოვანია საზოგადოება ხედავდეს, რომ უკანონოებაზე სასჯელი გარდაუვალია. В дуже приємних країнах.